სალამი ძვირფასო გამომწერებო ბასრი დისკუსიები ტრადიციისამებრ პარასკევს საღამოთი იწყებს ასე ვთქვათ მაუწყებლობას როგორ ბრძანდებით ბატონო გიორგი ბატონო მიხეილ ესე იგი ბატონმა გიორგიმ კადრში ასე ვთქვათ სანამ შემოვიდოდით მითხრა რომ შენი გაშლილია პურმარილიო და ითამადეო და მოდი ესე დავიწყოთ მოკლედ ავარაუდოდ წელი გადის რაც SRM-ი ჩვენი მეგობარია. იქნება მაგდენი მე-13 ჩამოვიტანეთ, ხო? პლუს-მინუს. ნუ, პლუს-მინუს, კი ბატონო და სანამ ჩამოვიტანდით, მანამაც საკმაოდ დიდი ხანი სურვილი იყო რაღაცა ფიქრებიც, ისიც ესეც და როგორც პირველად რომ გავიგერო ბატონმა გიორგიმ, როგორც იქნა გადაწყვიტა და გადადგა ეს ნაბიჯი დაუჯერე, აუჯერებ ხოლმე და დაუჯერე. ძალიან მოხარული ვიყავი და იმის მერე გიორგის თავისთავად დიდი მადლობა და თვითონ SRM-ს მადლობა რომ აღემარცხვინეს მოკლედ და ყველა ჩამოტანაზე, ნავით ძალიან კაი რაღაცეებით გვაოცებენ, რადგან თუ დააკვირდებით ჩვენს ვიდეოებს, ხშირად არ არის, ხო ესე რომ დანებს უყრიდეთ და რაღაცა კვირის სიახლეებს ესე ხშირად ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. და SRM-ს ხვდა წილად ეს პატივი, ბატონო გიორგი. აი, მაგას გავლით ნენელა. ერთი რაღაცა დაგვაუწყდა მისა. მე მაინც ცოტა გადავუხვევ. მე ვთვლი, რომ 2000 ერთგული მაყურებელი ამ სფეროში, ამ თემაში ჩვენ წინა ვიდეოშიც ვისაუბრეთ მაგაზე და რახან ჩვენ ორ ვიდეოს წერთ ხოლმე ერთდროულად ისე გამოვიდა რომ თქვით რომ შემდეგ ვიდეოში გავათამაშოთ რა და ესე გვექნება რომ როგორც წინა ვიდეოში ამ ვიდეოშიც კომენტარებიდან ავარჩევთ და შემთხვევითობის პრინციპით რაღაცა სიმბოლოდ გადავწევთ. ბატონო გიორგი, ბოდიშის მოხდეთ, მე ვერ გავიგე ცოტა. ანუ წინა ვიდეოს კომენტარებში და ამ ვიდეოსში? წინა ვიდეოს კომენტარებში და ამ ვიდეოს კომენტარებში ავარჩევთ. ანუ ორი გათამაშება იქნება? ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ორ ვიდეოს ვიღებთ რა და იმიტომ რომ ვთქვათ რო ვერ გავათამაშებთ ერთ ვიდეოზე, ეს ორი ვიდეო დაიდება და შემდეგზე ახალს რო ჩავწერთ, ამ ვიდეოებზე კომენტარები უკვე იქნება. გასაგებია? ეგრე გავათამაშებთ. ძალიან ჩავხლართე? არა, უცბად მე ვერ გავიგე. სიმართლე მე არც ვიფიქრე რაღაც ახლა მოვიფიქრე. პირიქით, ძალიან კარგია ეს ყველაფერი და 2000 გამომწერი აი ხატზე, გულზე, ყველაფერზე დავიფიცები, რომ ეს არის ანუ არაფერი არ გვაგვიკეთებია იმისთვის, რომ გამომწერები ყოლოდა, ანუ თავიდან იყო, როდესაც ვიწყებდით ამ საქმეს, იყო რა შემოთავაზებები, რომ ესე გავზარდოთ, ისე გავზარდოთ და გიორგის პოზიცია იყო, ეს ერთმნიშვნელოვნად მისი პოზიცია იყო, რომ არავითარი არ გვინდა. რაც იქნება, იყოს ისე. ცოტა ამიკვირდა, მეთქი რატო არ უნდა ამ კაცს რო ვთქვათ, ბევრი გამომწერი ყავდეს, მაგრამ როცა განმავლობაში მივხვდი, რომ ანუ ძალიან სწორედ ქონდა შეფასებული ბატონ გიორგის სიტუაცია და ეხა ვხვდები რა მაგრა დასწორებს, რომ გულწრფელი 2000 გამომწერი ყავს რა. ამიტომ მადლობა ყველა თქვენთანაც. ნუ მით უმეტეს მე არ ვუყურებ, რომ ეხლა ეს სხვა თემების მსგავსი არ იმიშა, რომ აი რამდენიმე 10,000 რო ყავთ გამოწერი და რაღაც აქტიურობა რო არის, ცოტა ვიწრო სფეროდ ვუყურებ ამ ყველაფერს მე და აი დიდ ქვეყნებსაც რო გადახედო, იმათი მასშტაბი რო შეგადმოიტანო ჩვენთან 2000 აი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი არის და მოკლედ მადლობა ყველას. იცი რა მინდა გითხო, აი ერთი წლის თავზე დღეის სწორს როგორ ფიქრობ, ანუ პლუს 1000 იქნება? პლუს 1000? კი, იქნება. იქნება? კი. ავიღებთ ესე რაღაც რას გონს ვიღებთ. აი ტყეშიო, ტყეში ამიდები გამოდის და კი ბატონო, კი. ფოტოშოპის რამდენიმე მიკითხა რომ კარგი იყო, რაღაცას რო აფუჭებდითო, გაფუჭება უყარს ხალხს. მეც ხო აბაჩვერის გამკეთებლები ჩვენ თუ გავაფუჭებთ, მაგრამ. კი ბატონო. აი გიო, მოკლედ რა ვქნათ ეხა ამ მაგიდაზე რადევს, მოდი იმას ვიტყვი. ესე იგი SRM-ის სრული ასორტიმენტი აქ არდევს. ესე ნახევარი ფაქტიურად. მე კარგად არ ვიცი ახლა ეს აქ არის ახალი მოდელები და რამოდენიმე ძველი, რომელიც რაც შესაძლებლად მჭირდება. ანუ 75% არა, 80% ახალი მოდელებია, ძველების მარაგი შეივსო, ანუ ვისაც ძველი მოდელები მოგწონდათ, მობძანდით, ისევ არის, უბრალოდ აქ ძირითადად ახლებია რა. ყველაზე კარგად ვცნობ ამას. აი მოდელს ეს მოდი მაგით დაიწყე, შენ ეხა ეს არის ორივე განახლებულია, შენ ვარდისფერი რო გქონდა? კი. ეს არ ქონდა წინაზე ესა. მაშინ გამოუწერიათ, იმიტომ რომ მახსოვს ეს გასალისად ქონდათ უტანილი ეს. რა მაგარი სტაფილოსფერია ბატონო გიორგი. სტაფილოსფერი მაგარია, პირი კარგი არის, დანარჩენი მე როგორც ვიძახ ხოლმე, წინაზეც მithქვამს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო უბრალოდ დანა არის და კოლექციაში იცი რომ მაქვს. შეიძლება კარგი კადრია? შეიძლება გავამჟღავნო, დღეს მაქვს ეტალონური დანა.
შესაძლებლად benchmade tag დავუთი და თითქმის ყველა დანას შევადარებ benchmade tag დავუთს. და მოდი დავიწყოთ პირველი თვითონ ფერის შედარებით. 10 ბალიანი სისტემით სტაფილოს ფერში SRM-ს დავუწერდი მე 900-ს, benchmade-ს დავუწერდი 4 ნახევარს. რატო? რომ იმდენად უკეთესი სტაფილოს ფერია. კაი. ბუნებრივი სტაფილოს ფერია. ნამდვილად. კი ბატონო. მერე შემდეგი, აი ავიღოთ უკვე ამას რა ქვია? ფაქტორი, ანუ ფაქტურა. ანუ ფაქტურაში benchmade-ს მივცემდი 800-ს, ამას 9 ნახევარს. ახლა ძალიან გაართულე მაცადე აბა მანახე. ისე ნუ იზავ რომ benchmade-ებმა გვიჩილონ. არა, მივალ იქაც სადაც benchmade-ი აჯობებს ახლა ეგრეც არ იქნება მარტო. კი, არა, ფაქტურაში. ფაქტურა ახლა ეს ჯიათია მგონი. კი, ასაგებია რომ ჯიათია, მაგრამ დამუშავებაზე რო ვისაუბროთ ამ შემთხვევაში, ხო, ნუ ჯიათი უკეთესად მუშაობდება. ეს ალბათ FRN-ი. კი ბატონო, ხო, ნუ GRN-ი, FRN-ი ეგ კლასია, კი ბატონო. კაი, ნუ ცალსაღად შეგრძნებით, ეგრე არის. კლიპსა ამოტრიალე. კლიპსა ეს მიყვარს ახლა ეს რო იცი. მიყვარს და ხარისხით არის identური კლიპსები და პივოტი მინდა შევადარო, რომ ანუ SRM-ს დავუწეროთ 9 ქულა და bench-ს დავუწეროთ 5 ნახევარი. კი ბატონო, ამაზეც უკეთეს. ერთადერთი რაშიც უპირობოდ benchmade-ი ამ შემთხვევაში ჯობნის, ეს არის ფოლადი. ფოლადი ჯობნის. ფოლადი CPM 154, აქ გვაქვს Sandvik 1227. არ ვიცი ამას რა დავარქვა კიდე. აი ცალსახად აი ამით ჯობნის, ნახე აქ რაღაცა ჩინური რაღაცები ეს. მე არ ვიცი ეს ფსიქოლოგიური მომენტი არ ვიცი, ზოგმა შეიძლება გადალახა. მე გადავლახე. შენ გადალახე. მე პირიქით, დაჟე რაღაც მომენტში შეიძლება საერთოდ აღარ მაწუხებს ეგ. ო, ნუ აი რო უყურებ რაღაცა ქსიამონებს. აღარ მაწუხებს. benchmade-ს ხედავ და მომწონს ახლა. ხო და ნუ აღარ მაწუხებს. ხო, ნუ ვიცი რომ ფსიქოლოგიური მომენტი არის რა. როგორც ეს არის benchmade ლოგო, ისე ეგ არის ლოგო რა. კი ბატონო. კი ბატონო. კაი. გავჭრა რამე შეიძლება? SRM-ით? SRM-ით. კაი, ესაც შევხედავ მე მაშინ. დიდად ჭრელიდან არ არის თავის შინაარსი. ესაც ხوار შევატაროთ. მოდი. აქ მე მგონი bench-ი უკეთესია, ხო? ამ კონკრეტულ დანაზე. არა. არა? ეს ჯობია? კი. მე თქვი რა მოხდა ახლა? benchmade-ს ჩვენ ამით ვერ დავაკნინებთ. არა, შვენია ბატონო გიორგი. მეკითხე ხლა ლესვის ხარისხი ერთი აქვს. ხო. უბრალოდ თუ სიზუსტე ამას აქ ძალიან განიერი აქვს, აქეთ ვიწრო აქვს და იმას თანაბარი აქვს რა. ხო, მეტი ბიჭია. ფასით შევადაროთ ერთმანეთს? ო, ფასი რა ვიცი, 10 მაგი არ გამოდის მგონი. 8 მაგი კი გამოდის. 8 მაგი კი გამოდის. ხო, კი ბატონო, რა არის? კაი, ბატონო, მოკლედ ამ კონკრეტულ სიტუაციაში გაიმარჯვა 721, 73-15 მოდელი. ეს არის. ეგრე აპირებ ვიყოლას. კი, ვაპირებ, რატო ვიღაცას, ანუ მე ძალიან ხშირად რომ დასკრინულებს გვიგდებენ და იწოდეს 73-15 ქვია ამ მოდელს. მოდი მაშინ იმას გეტყვი ხლა, ის არის სანადირო ხაზი არის, ჰანთერ ხაზი არის, მე benchmade ძალიან მიყვარს. ის ისეთი ფერი არის, სტაფილოსფერი კი ტყეში რომ მაქსიმალურად კარგად გამოჩნდეს. მაქსიმალურად რო არ დაკარგო, მე მგონია რომ ფერიც მაგიტომ არის. მერე? ფოლადიც ძალსაღად ბევრად მეტი აქვს. მანახე ერთი შაიბებზე რა. კი. შაიბებზე თუ არის, კიდე ჟიჟი ჩაიბებზე. ძალიან კაი შაიბებზე არის. არა, იმას ვიძახი რომ პირი ცენტრზე აქვს, ცოტა benchmade-ს აქვს ხოლმე რაღაცა გადაცდომი, მაგრამ პირი ცენტრზე აქვს ერთი ლუფტი, მანახე. ლუფტი არა. არა, ეს დანა მაგიტომ მიყვარს. თაგდავთი მე ძალიან მიყვარს და მაგიტომ აქ აღებული. შაიბებზე ესეთი კაი მექანიკა, ლუფტის გარეშე, პირი ცენტრზე ესეთი მსუბუქი, რავი, რამის ბაგაუთის ზონა აქვს. კაი, მე ცოტას დავიცავ benchmade-ს. კაი მოდელი არის მეგობრებო. შაიბებზეა ესეც, აი. კაი, მივალთ მაგამდეც. კაი, და ამის დააპგრეიდებული ვერსია წარადგინე ბატონო გიორგი. ეს არც ვიცოდი, მე სიმართლე გითხრა, რო უკეთავდით, მე აღმოაჩინე, რომ თურმე ტიტანი ქონია და თავი ვერ შევიკავა ეს მოდელი იმდენად მომწონს. დიახ. და მე მგონი ცუდი არ გამიკეთებია, რომ ჩავდეთ ესეთ შეკვეთაში. მაგის დააპგრეიდებული ვერსია, მეგობრებო, დამასკური ფოლადი ტიტანის ტარზე, საოცარი, ბევრად განსხვავებული მექანიკა, ბევრად განსხვავებული ხმები. აი, ბევრად ძვირფასი სლიპჯოინტების ემოციას იწვევს და ღირს სულ რაღაც ტიტანის 179 ლარი. ნამდვილად. ეხლა ამის ტარება რო შეგვეძლოს მიხეი. კლიპსას მოხსნიდი, საშინად ამოწოს კლიპსა. იმაზე მოაძლე მე, ეგეც ნახე რა კაია. მგონია რომ ეგ გამოკაწრავს თნეას რა და ეს იმოშვები რა, იმიტომ რომ ეს კარგი არ არის, ეს კარგი გადაწყვეტა არ არის კლიპსა, მაგრამ ნუდისტია, ეგრეთ წოდებული. და რომელზეც ძალიან ბევრი ექსპერიმენტს ჩაატარებდა კარგი და
გაამშვენებდა და დაამშვენიერებდა. მიჯიჯგნიდა ბორმანქანით, მოჯიჯგნიდა. კი ბატონო. ნუ სიმართლე გითხრა, დამასკური ფოლადიც კარგს დაბეჭდილებას ტოვებს. ნამდვილად. პაკისტანურ სახლოს ვერ პირიქით უფრო რაღაცა ძვირფას დამასკურებს ვატარებ რა. კი ბატონო. და სულ რაღაც 179 ლარი. აჰა. კი ბატონო, აქვე ერთ მომენტს აღნიშნავ და ეს მომენტი არის აი ჯამალური შტიფტი, რომელზეც პარაკორდი კეთდება და ეს ძალიან ბევრ მაღალი დონის დანას არა აქვს ესე მაგრად გაკეთებული. თვითონ დანის ფორმ ფაქტორი წააგავს კანადურ ტრადიციულ დანას, ნესმუქს და ანუ ძალიან უტილიტარული დანა არის რა. ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გიორგემ რო თქვა რომ ამის ტარება რო შეგვეძლოსო, ავით ყველაფერს გააკეთებ ამდანით ადამიანი რა. კი ბატონო. მჯერა დადგება ეგ დრო მეგობრებო. გადავედით მოკლედ ბატონო გიორგი, შემდეგ ასე ვთქვათ დანაზე და მე მოგაწოდო რომ შენი მოდი აბატონო. მოდი შენ თქვი მე თუ რამე გამოგჭება. გაჭილი მთლად კარგად ვერ იმას ვზავ. მე ერთი რაღაცა მომწონს მაგდანაში საოცრად. აი იმ ზომაზე რომ ვიტყოდი რომ არის ფენომენალური რაღაცა ერთი. ფენომენალური. კი. რის გამოც ვთვლი რომ არის ნამდვილად ესეთი დანა რა. არ ვიცოდი ეს დანა. ეს ლაინერია ერთი ცალი შიგნით ეს. ერთად ლაინერი. არა. ლაინერები ხო აქვს და ეს რა არის მთლიანი როა თქო ეს გადაღუნული ხო არ არის მიშა. აი დააკვირდი და მიხვდები ხო? კაი, ახლა ეგ არის მიზეზი რომ ანუ აი ამ ხელა დანა წონა, ფაქტობრივად წონა არა ამ ხელა დანა. ეგ არის მაგაზია წყობილი. კი ბატონო. ანუ რამხელა დანა არის და წონა არის, ნუ აი ვარ ვიცი, ძალიან მცირე წონა. კი, კაი დანა არის, ხოჩახ. ხო, ნუ იშვიათია მეგობრებო, ახლა სხვალზე ეგ შეიძლება იმდენად ის გახდეს შეეული, როგორც სხვა უამრავი რაღაც გახდა. კი ბატონო. დღესდღეობით ახლა ეს იშვიათი არის, რა მით უმეტეს 165 ლარი ღირს დანა და აი ესე მონოლაინერი ქვია ხოლმე, ხო, მაგას ოღონდ ძალიან მცირე ზომის ის რომ წონა დაეზოგათ და სხვა არ შემხვედრია სიმ. ვერ ვიცანებ ყოველ შემთხვევაში. სენდვიჩი გვაქვს, ანუ ძალიან კარგად აწყობილი ხა მე ამას უყურებდი ეს backspacer-იც, არა, სტანდარტულად არის უბრალოდ ჭიათის შემოსული არის. კი ბატონო. წონისთვის არის რა ეს ყველაფერი რა გაკეთებული რა. კაი, და აქაც სტანდარტული ესე მარტივად მოსახსნელი კლიპს არის, რომელიც აი ესე მარტივად ერთი გამაჭრევინე ბატონო გიორგი, ერთი თუ შეიძლება. აბა ერთ ესე გავჭრე. აი ეს ეხა იმის გარეშე რა ამას რა დავარ, პროსტა ესე ჩამოჭრით. ხო, მანახე აბა. აბა ეს თუ ეხლა ვშოდა მეც. ეგ ეხლა სხვა ვიდეოებშიც გაგიჭრია ფურცელი მაგით იმისა. აა უჭირს ამას. მანახე, აბა ეს დაწოლეს. აჰა. ხო, უკეთესად მეც. რავი ეხლა. ეხლა აი მაგ მომენტზე თქვი რა რომ ანუ ეს ფოლადი ხო ჯობია მაგ ფოლადს ესე ფურცელზე. მაგრამ გავიგეთ რომ ფურცელი ტესტად ესე არ არის არაფრის მაქნისი, მაგრამ ფაქტია ხო რომ არა, ფაქტია უკეთესად არის გალესილი შემოხედა. უკეთესად არის გალესილი. კი, ფაქტია. კი. ნუ უკეთესად აქვს, თავიდან ორივე უხეშად არის გალესილი, თუმცა მე ეს მიკროლესვასავით ეს ჩამოპრიალებული აქვს, სიბას რითიც აიღეს და ეს უკეთესად აქვს შესრულებული. კი ბატონო. ამას შედარებით ცოტა ისე. ხაზი გავუსვა მინდა მომხმარებლებისთვის ამ სახელწოდებას, ესე იგი 221X ქვია ამ მოდელს და აი ამას მართლა გულწრფელად რეკომენდაციას ვუწევრო, ვისაც გჭირდებათ დიდი ზომის დანა, მიაქციეთ ყურადღება ამ მოდელს. ეს საკისრებზეა. ხო, კი ბატონო. საკისრებზე კი ბატონო და მექანიკა მაგიტომ ეგრე თავისუფალი. აბა ეგრე მაგრამ ეს არის ძველი, ეს არის Sanrenmus, ეს SRM არის Sanrenmu-ა. აჰა. ეს არის Sanrenmus პირველი, როგორ თქვა რა, დიდი ზომის დანა. დიზაინი აქვს ამ შემთხვევაში ძველი დრო. ეს არის 10 წლის წინანდელი მოდელია თუ მეტი. დიზაინი აქვს 80% მოპარული. სად მიდის იქა მოლეტასთან თუ? მოლეტასთანაც შეიძლება კი, მაგრამ პირის ფორმა სხვაგან მიდის. კაი. სიბუთქუჩით დაიმით კი ნამდვილად სწავა მოლეტასთან, მაგრამ ZT-ებისკენ მიდის მოკლედ და კენონიონებისკენ. ხო, პირის ფორმა, მაგრამ ესეც ისეთი მუტრუკი დანა, მე ამის ტესტები მაქვს ბატონო გიორგი, ნანახი. ეს რა საკეთებს? ჩამკეტი ხონია. ჩამკეტი კი ბატონო. ბატონო. ძალიან კარგად აქვს. იმასაც ხო აკეთო, რომ არა, რომ რომელიღაც სხვაზე შეხვდა ეგეთი ჩამკეტი. შემთხვევით შემომჩნია, ანუ ესე სუფთად ჩამალული საერთოდ ხელს რო არ ეხება და არ გიშლის, ხო, და შემთხვევით შემომჩნია. რა მაგარი რა. ეს კარგად მუშაობს. და რა საკეთებს ეგ მოცოდა, ესე და აღარ ჩაკეტავს, ლაინერი აღარ ჩაიკეტებ. კაი, კაი.
ანუ ხმარების დროს გარანტირებულად არ გიკეტება რა. კი ბატონო. გავჭრათ ფურცელი ბატონო გიორგი თუ შეიძლება. დეტენდევზე მაქვს წიკი აკიდებული. მაჩვენე, რა გინდა მე. ნუ ეხლა არ ვიტყვი, იმიტომ რომ ნუ ვფიქრობ არასწორი იქნება, მაგრამ იმ მრავალათასიან დანაზე რო ახალი და ლიმიტირებული და და ლაყლაყებს და არლაყლა. ხო და მაგას ვიძახი, ახლა მაგას შევამოწმე და არ ლაყლაყებს რა, ახლა 50,000 დანებზე. კაი. გაჯერი ფურცელი. პატარა ის გამიკეთე რა ქვია, მანახ. ხო, მაგითიც, აი მაინტერესებს ზუსტად, ტანკივით რო. ნუ კარგად ლესავენ რა. იციან, ლესვა იციან ფაქტია. ამ სისქედანები ზოგადად რო ჩამოვდის ხოლმე, ხო, ვიზა ხოლმე რომ არ ჭრის რა, საჭირელად არ არის რა. არა, ესეც ჭრის. კი, შედარებით მაღალი გრადუსია მალე დავლაგდება, მაგრამ ნუ ლესვის ხარისხი ფაქტია, ნუ თავიდან ქარხნად მოდის ნორმალური. კი ბატონო. კაი. ბევრდანა მოხს მიხელი, გადავედით ძველი დანები გავალთ რო? გამოვუშვი. მოდი ახლა ძველი დანები. ვიღოთ ეს ორი დანა, რომელიც გაგვიახლდა მარაგები. და შენ ილაპარაკე მაგდანებს, იმიტომ რომ ამ დანებზე მიხეილმა იძალა და მაშინ მაგიდო გამოუწერეთ სკანდი. კი ბატონო. იმიტომ რომ სკანდის დიდი მოყოლი არა ვარ გასალესად მოხდხონა ჩემთან და ვერ ვლესო კარგად. თუმცა ნუ ვიზუალში და სილამაზით და გამორჩეულობით რომ იმდენად იშვიათი არის სკანდიდანები, კაი ხარისხიან ესე დასაკეთე მით უმეტეს ამ ბიუჯეტში, ნუ არ ვიცი. ძალსახად კაი არჩევანი არის, ვისაც უყვარს ცოტათი ჭხირკედელაობა. მაგის იქით კიდევ ნუ ულამაზესი არის. სილამაზით ახლა ამაზე მეტად მომწონს ახლა ეს სკანდი ძალიან მოხდება. სკანდი ძალიან მოხდება, ძალიან კაი ფოლადზე არის. კარგად აკეთებენ მაგ ფოლადს, ეს 10 ხრომ კობალტ მოლიბდენ ვანადიუმი. ძალიან მაგარი მოდელი არის, ანუ ეს ფლიპერები ჩამალული ისე რომ საერთოდ არ აქვს და სადა მარტივი ფორმა და ეს ხო გქონდა გეგი მარაჩხიკი და გასვლა რო გქონდა? უნდა ეს ფერი იყო რა. ხო, მე მგონი აწვალა. კი, ხო? ფლად მარტივად ვერ მოუო ბოლო როგორც მასოს. კი ბატონო, ეგრე იყო. არაფერი მიშა, ესენი ადრეც გქონდა და ცალსახად თამამად უწევთ რეკომენდაციას. ამაზე. ამა წვრილი მოდელი ქონათ კიდევ კარგი, ახლა არ გვიდეს ხო? აი წვრილი. კი, ვიგერ არის. იცი რის კონკურენტად უყურებდი? SEO რო არის, რომელი იყო CRKT იყო, ხო მე მგონი SEO-ები და ისინი საშინელი საშინელი. მიდი მოიტანა მიხეილეგერს და ამას სხვათა შორის ეგ არ უნდა გამოგჩენო და. ხო, იმიტომ რომ მსგავს კატეგორია დანებში ეგენი ცოტათი იშვიათი არის. ეს უკვე სტანდარტული დაშვებებით არის მეგობრებო, თეთრი ჯიათი და ესეც ულამაზესი დანა, თავისი კაი მექანიკით და საოცრად კომფორტული და კარგი ფლიპერით. ლესვები აქაც მე მგონი მიშა. არა, იციან. აი ამ მოდელზე მაქვს საუბარი. კიდე იცი რომელი მიყვარს ძალიან მე მგონი ის იყო სენკატის იყო ბოქალ იყო თუ მეორე იყო კიდე ადრეს ჯუბილი არის მე რომ კი ჯუბილი იყო ისე ძალიან კარგი იყო სასწაულად ჭრის რა კი და აი ესეც მიახლოებით მსგავს კატეგორიაში გამყავს და ძალიან პოპულარული არის ჩვენთან CRKT-ის SEO არის ხო CRKT არის მე მგონი რომელიც ნუ თავისი ფორმიდან ზომიდან გეომეტრიიდან რაღაცა გამომდინარე წვრილი არის პასტასავით არის უნდა იყოს ჭრელი დანა და არ ჭრის არაფერს საშინელი გამოყვანილი პირი აქვს საშინელი კატასტროფა რა და აი ამას ხნის რაყის 69 არის. არა ძალიან კარგი სასიამოვნო სუფთა თხლად გამოყვანილი პირი. მონოლაინერზე ესეც მონოლაინერზე არის. აგერ აქვს ბარემ გამოსადები ისე. კი. დაანაფიქრიდანა. ძალიან და ესეთ ვისაც ესეთ წვრილი რაღაც ყოველდღიურობაში მსუბუქი მოხმარებისთვის რაღაც გასაჭირებლად დანები მოგწონთ, აი ეს იდეალური არჩევანი არის. თავისი შემდეგი მოგიმზადე მე ბატონო გიორგი პატარა ჩელენჯი. აბა გამოვუშვი. ეხლა ბატონო გიორგი, გადახედე, ალბათ 10-მდე დავითვლი და ვიზუალურად ხელი არ მოკიდა. კაი. რომელი მოდელის მოგეწონება ყველაზე ძალიან ვიზუალურად აიღე და უშუალოდ და ისქენი რა ქვია, ის მიმოიხილე. მარტო ვიზუალურობაზე ვსაუბრობ. კი, ჯერ არ გაქვს უფლება რომ შეეხო და რაღაცეებს ისქნა რა. ჯერ სუფთა ვიზუალურად. სუფთა ვიზუალურად მიშა ალბათ აი ეგ მომწონს ფერადი რა. ფერადი კი ბატონო. კი ბატონო და იგივეთი ავიღებ მე. სუფთა ვიზუალურად ეგ მომწონს რა. თუმცა ახლა როგორ თქვა პრაქტიკულობით თუ რაღაც სხვა დანას ავიღებდი. გვაქვს აქსის ლოკი. კარგი აი ესეთი გადაწყვეტა. საოცარი დანა. რაღაც ეს რამდენი ფრეზირება ეს ცოტა ძვირია, მაგრამ ამას აქვს ოდნავიაფიანი ვერსია, აგერ ალუმინია თუ ტიტანია? ალუმინი არის. ძალიან ბევრი ფრეზირება გვაქვს, იმიტომ რომ უკან backspace-ერი ამოვარდნილი არის და მთლიანად ესე გვაქვს შეერთებული. ცალსახად მაგაზეც კარგი არის. ჯერ ამაგარი ფლიპერია просто.
ხო. თუ შეიძლება მეორეს მეავიღებ მაშინ. ეს არის უკვე კარბონიანი 229 გრამს. ბატონო გიორგი, სიმეტრიის თვალსაზრისით თუ დავაკვირდებით, თქვენ ბევრი გინახავთ დასაკეცი ხანჯალი, რომელიც ესეთი სიმეტრიული იყოს და ამავდროულად პირი და ტანი იყოს პროპორციული. არა, გაიდან არის მიშა. ეს არის სრული ჰიტი SRM-ის წლევანდელი. გაიდან არის. მე ახლა არ ვიტყვი სხვა ძვირფას ბრენდებზე დაგერების შემთხვევაში და აი ესე ზუსტად გამოყვანილი პირი პლუს ზუსტად გალესილი, რომ აი ეს გადაკვეთის წერტილთან არის წვეტი და სმული. კი ბატონო. თითქმის იშვიათი არის ხოლმე. ძალიან ბევრი მინახავს ძალიან ძვირფასი დანები გაფუჭებული ლესვისაგან. ისეთი რომ აი რაღაცა 2 მმ წვეტი რომ მოტეხო, მიახლოებით მსგავს მდგომარეობაში არის ხოლმე ისე წოლებისგან გადალესილი. გიორგი მართქვა, მაგრამ მიმხედრმა გაიგო ალბათ. რა ბრენდზეც არის საუბარი? არა, ძალიან კარგი არის მიშა. არა, თან ფოლად შეხედე რა, ანუ ეს უკვე, ანუ ამ ფასად N690 ევროპული ძმაო. ანუ ჯერ კაი ხანია თუ შეგხვედრია ზოგადად N690 დანებში. ძალიან გაძვირდა. შენ ხო გჯერა რომ ახლა ეს ნაღდი 690 იქნება დარწმუნებული ვარ. მეც მჯერა. ეჭვი არ მეყარება. იმიტომ რომ ჩინეთშიც რო ვიყავი, რო ვესაუბრებოდი იქ ხალხს, აი ძალიან ფრთხილობენ, ძალიან უფრთხილდებიან რეპუტაციას და ძალიან ცდილობენ რომ აი მით უმეტეს გავსი დონის ბრენდები რომ ერთი თუ სახელი შეელახათ, მე უკვე გაუჭირდება. რა შეჭირდება აგერ თავისი აქვს უკეთესი. ანუ N690-ზე მართლა ბევრად უკეთესი ფოლადი აქვს თავისი. ეს არის რა. და იქ რო საუბრობდი გულახდილად რა, გულახდილად მეუნებოდნენ ეს ჩამოგვაქვს ვეჯიათი 8 წერიაო არაო, ჩვენი ვეჯიათი ვერ ჩამოგვაქვს, ყველაფერზე ეს გულახდილად მეუნებოდნენ ხოლმე და მაქედან გამომდინარე სიმართლე გითხრა მეც მჭირდა რომ ნაღდი N690-ია და არა შემცვლელი. მოკლედ ეხა ერთ რამეს ვიტყვი რომ აი ეს ორივე დანა, რაც ამ წუთას გვაქვს, მე პირადად გადავწყვიტე რომ ორივე შევიძინო. კლიპსა როგორ არის ჩასმული? რაღაც საინტერესო გადაწყვეტა აქაც. კი ბატონო, იმის შიგნით არის, ანუ ეს უნდა ფლაშკა თუ არ მოხსენი, ვერ იმას იზო. ეგრე არის ის მარტო ამითი ხო? ვერ, მარტო ამით ვერ. გავიგე. არა, კარგი არის ძალიან. ნუ ძალიან მყარად არის რა თან. აქ არის ბატონო, ეგ მომწონს ამაჩი, იმენა ნაფიქრი ხალხია რა. ანუ ამ კლიპსების მინუსი არის ხოლმე ის, რომ რაღაც მოძრაობს და აქეთ-იქით აი ესე იხრება ხოლმე სპაიდერ კუებზე და მსგავსთანები, რომელიც პროსტა არის ჩასმული უბრალოდ აქვს ეგ მომენტი და ამ შემთხვევაში არანაირი. კარგია მიშა, კარგია. ნამდვილად მშვენიერი დანა შეარჩია გიორგი. მე ხა ამისი რომელი იყო ხო არ გახსოვს? კი, 229 ეგ არის 229 ეს არის. კაი, მაიტა. ბატონო, მე შევარჩევ ახლა მაგ პრინციპით და ოღონდ მართლა არ ვარ ამისთვის მომზადებული. ახლა მომივიდა თავში უცბად ეს ჩელენჯი და მოდი ესეთ რამეს გავაკეთებ რა. ორ შორის მაქვს არჩევანი გასაკეთებელი რა და მოდი ამას ავიღებ. სახელები არ ვიცი, ხომ მოდი ამას უცნაური სახელები აქვს ხო? სკაუტი არის. წამოვიდა სახელები. და ეს არის ჩემი აზრით, როგორ თქვა ამას, რა ქვია, ძალიან საკამათო გადაწყვეტილება არის ამ დანაში ერთი მიღებული და ეს საკამათო გადაწყვეტილება არის აი ეს. ხო, ეგ დანაწილაზე შეხე და ეგ ვერ გავიგე რატო არის. არა, რომ ხელზე არ დაგეცეს რა, ანუ ძალიან ბევრი შემთხვევები არის, როდესაც თითებზე ეცემათ რა. ანუ ზოგი ბავშვს აქვს, ზოგი იმას და ნუ თითებზე ეცემათ და ანუ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო და ხაზს უშვებენ. სკაუტის მაგიტო ქვია, რომ რაღაც კი ბატონო, მთელ ხაზს უშვებენ, საიმისოთ, რომ ანუ ესეთი იყოს ბევრი დანა. ამ კონკრეტულ დანაში გარდა მაგისა რითი მოიხიბლე გამორჩეულად რა. ესე იგი, აი ეს შიგნით ამ იმაში როგორი შესმული არის პროსტა კი არის ამოღრუტნული რა, ანუ დამატებითი ის როა რა ჩასმული რა, რა ქვია ამას? შპონკასავით, აი ეს როგორც არის რა, цаრიელი. კი. ეგრე არ არის რა, цаრიელი, ანუ აი გალუკილიდან არის, აქვს ოდნავ იაფიანი ვერსია, ეგ არის 179 ლარი და აქ არის 155 ლარიანი ვერსია რა. ესე იგი, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს ფლიპერი, გახსენი, კიდევ უფრო მომწონს fit strips რო აქვს რა. ამით გახსენი ფლიპერი თეთრ. თითქმის გაჭრილი და. გასაგები. აი, სინკევიჩის და შიროგოროვის იმაზე მეტად მომწონს აი ეს კონკრეტული ფლიპერი რა. ძალიან კარგია. ფორმით ძალიან გავს ბაგაუტის, ასე ვთქვათ, სტილისტიკას უпроსორეთ და თვითონ ფორმას რაც შეეხება, რამოდენიმე ესეთი დანისგან რაღაცეებს ვიღებ რა მე რა. არ დავასახელებ, high-end დანებზეა საუბარი. ძალიან მომწონს ასევე SRM-ში ის, რომ პივოტი აქვს ბრენდირებული მათ ყოველთვის.
და ეს, რა ვიცი, აი, როდესაც ამას ვხედავ მარტო ზაგლუშკა და ცარიელ ვინტს ვერ ვიხიბლები რა. მოკლედ ეს კონკრეტული დანა სკაუტი არის ჩემი ახალი არჩევანი. მას შემდეგ რაც გიორგი ვიზუალურად პირველი მეცის მომეწონა, მაგრამ დამასტროგიო მაგასაც იგივე ნაირად აქვს ხო ფლიპერი. კი, ისა, ჩამკეთ. კი, ანუ მე მგონი მართლა კაი რამე არის ბატონო გიორგი ეს ჩემთვის. შენ წაიკითხე თუ ისა შეცდომა არ მოუვიდოდათ ეს პირველად რომ ავოიღეთ ეს დანები და შევხედეთ რა, ნუ მაშინ მიმოხილვაშიც ეს ჯერ კიდე ერთ-ერთ რუსის მიმოხილვაში მაქვს ნანახი და ანუ იქიდან იყო მოყოლებული ეს გაჭერების პრინციპი. გასაგებია. ასევე აქვს აი ეს ძალიან კარგად გაკეთებული და დამავიწყდა ამას რა ქვია უგონს რა. გვირეკავენ? კი. თუმცა სკაუტი მოდელი ბატონო გიორგი არის ჩემი მართლა ფავორიტი, იმიტომ რომ არ ვიცი აი ზომით, წონით, ფორმით, ჭრით და ყველაფრით არის წინვალე დანა და ალბათ დიდი ალბათობით შევიძენ მე ამ დანას რა. რამდენი შეძენა საპირებ. ეგ გადავლახე მე ესე ვიკლავ ხოლმე მუღამს ხო არა კოლექციაში აღარ იმავსკნა დიდი ალბათობით იმიტომ ის იმას ნამდვილად შევიძენ ამათ მაგას ნამდვილად შევიძენ კი და ამათზე უბრალოდ აი რა ვიცი რა ძალიან მომწონს გულწრფელად ძალიან მომწონს არა კარგები არის სიმართლე გითხრა აი ისეთი ბრენდები რო ყოფილიყო აი ცალსახად კაიზერი და სივივი და მსგავსი დონის ბრენდები ესეთ დანებს უკვე ბევრად ძვირად ყიდიან ესეთი დონის დანებს ბევრად კი ბატონო ну იქ დიზაინერებიც ყავთ უკვე და რაღაცა ხარისხით იგივე არის უბრალოდ ბრენდი და დიზაინერი უკვე ფასმახებს ну მასშტაბი უბრალოდ ამათ იმდენად დიდი მასშტაბი აქვს ქარხნის მიუხედავად იმისა რომ მაგარი ვინაის ჯგუფი ამხელა ქარხანაა 10 ჯერ დიდი არის ეს ქარხანა არა კარგებს აკეთებენ ძალიან кайფაში მადლობელი რაღაც მადლიერების გზნობა გამიშთა რომ კი აი მეც ეგ მაქვს გეფიცები რომ თან ისე თამამად ვეუბნები ადამიანს რომ წაიღე ესმაო და იმაყოფილო არ იქნები რა. არის. ეს მოდელი ბატონო გიორგი მინდა. ეს ხო ქონდა წინაზე. ქონდა და ეს არის აი მონსტრი ჭრის რა. და ზოგადად მინდა რომ აი ხაზი გაუსვა ამ პირის ფორმას. და კიდე ერთხელ ფურჩიო, ვისაც ჭირდება აი როგორ რა დავარქვა რა, ანუ ხშირი განყუთვა, ვისაც ჭირდება მცირე პროდუქტთან მუშაობა, ანუ ფორმ ფაქტორი, როდესაც დანის პირი არის არზე ოდნავ დაბლა, ხო, ანუ ამ შემთხვევაში კომფორტული არის სახმარად რა. ეს აქ გვაქვს ჩვენ ეს არ არის ლამინატი. ეს არ არის ლამინატი. თუ არა, ლამინატი. ლამინატი. კი. ეს არის ამათი ლამინირებული. კი, კი. 99-ლარში კი, კი. ლამინატი არის, ნუ მე ერთ ვიტყვი რა პრაქტიკულობიდან გამომდინარე. ყოველდღიურობაში ახლა ბევრს შეიძლება ვიზუალში თვალი ისე აქვს მიჩვეული რაღაცა წვეტიანი დანებისთვის. მაგრამ პრაქტიკულობაში აი ესეთი წვეტი აბსოლუტურად საკმარისი არის ყოველდღიური გამოწვევებისათვის და პლუს ბევრად უფრო ამტანი და მყარი არის, ბევრად უფრო წვეტიან გეომეტრიასთან და ფორმასთან. ასე რომ ვისაც მართლა პრაქტიკული დანიშნულებით გჭირდებათ დანები, ეს ცალსახად კარგი არის. ეხლა რატო ავიღე ეს დანა ძველი მოდელიდან რა? ერთადერთი ეს ძველი მოდელია, თუ არა ის კლიპსა არა აქვს მარტივად ცოლადი და არა, ეს ძველი მოდელი არის და აი ეხლა იმიტომ ავიღე რომ ამის გაუმჯობესებული form factor-ი და არ ვიცი ეს ხერა მაგრად არის ჩასმული. ეს არის ძმაო ისეთი აგრესიული ვანკლიფია ბატონო გიორგი. აქ უკვე მონოლაინერი გვაქვს, აქ ჩვეულებრივი ბექსპეისერი იყო და ალუმინია, ნუ მოინდომა შენ ახლა მთვარეზე კოპერატივი. რატო ის თუ არის ტიტანი 160 ლარში მომინდა უკვე ხვებიც. ხო, მაგრამ ის პატარაა მაინც და ახლა ეს დაიჭირება და შენი მოსაზრებები გითხარ. ნუ პირველი წონა ქარივით არის გეგმები FRN-ის წონა აქვს სუფთა. აჰა, დაიჭირე. შეედრე. არა, კი, ერთი პატა ოდნავ არის განსხვავება რა. ნუ თვალი რო დახუჭო, შეიძლება ძალიან დიდი ალბათობით ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. მე ახლა სხვაობა ვერ დავინახე. კი ბატონო. ნუ არაფერი, მიშა სიტყვა არ მიბრუნდება SRM-ზე, ძალიან მიხარია რომ შემოგვაქვს და SRM-ზე დიდი გეგმები გვაქვს. აბარა, ნამდვილად სტაბილური ბრენდია, არ გვარცხვენს. და ბევრად მეტი უნდა შემოვიტანოთ, მაგაზე არ ვისაუბრებ ახლა, ამაზე დიდი გეგმები გვაქვს, ცალსახად, კაი არჩევანი. კიდე კაი დაგიჯერები შა. რამდენამის არ გიჯერებ ხოლმე. სახალხოთ ეხლა მე მას მეშვია რა. ერთი იმაზე ხო შევთანხმდეთ ჩვენ ერთ ბრენდზე რომ ურას ჭერის ბიჭო. ურას. ეს ხო გეომეტრიაც უდიდეს როლს თამაშობს ეხლა. ყველაფერი არის. გეომეტრია დაშვება სვიდენიე
ეს აი ამით ეხა დავждდებოდი და აი ამებს გავაკეთებდი რა, აი ესე. ჭრი ხოლმე სახში ფუძლებს კიდე. სახში ჭრი ხოლმე? კი, ეს გამიკეთე ეხა შენ მიდი, აი ეხა მე რასაც ვაკეთებ, აი ეს. ამას შვებიან ხოლმე, კარგად რო გალესავენ ხოლმე ლესავები და აი ეს აკეთებენ ხოლმე, აი რა მაგარი გალესავები. მეგადაობი, ამ ეს რაც ამან გააკეთა, ესენიც ვერ გააკეთებენ. რაღაც საოცარი ჭრა აქვს. შენ ამას იძახდი? Stay ready for more. დიახ, კი ბატონო, მათი ესე იშიფრება SRM-ი, stay ready for more. იყავი მზად მეტისათვის. აი გიორგის სლოგანიც ეგ არის ფაქტიურად რა. წეგან ეგ არ თქვი ხა რომ წენდიდი გეგმებიო? კი ბატონო. მაგაშიც როგორი კაი ბრენდია რა, რომ ესეთი პოზიტიური სლოგანი აქვს რა. იმიტომ რომ ენდობი რა, ბრენდს ენდობი და ცალსახად ყველაფერში იმედებს ამართლებს. ეს დანა მინდა ურჩიო იმ ხალხს, ეს ნახე რა მაგარი ბონკაა ჩასმული. კაი დანები არის. ბატონი გიორგი პასუხობს და დაუბრუნდით და მიშა გაერთო ჭრაში და რაც იზახთი ჩემი გალესილი დანებითაც ვერ ჭრი ესე? ანუ არასწორად ფორმულირება სწორად მოვახდინოთ, მე რა დანებიც მაქვს, მაგალითად შენი გალესილი. იმ კონკრეტული დანებით, აი ამას ესე რომ აი არც ერთი ხაია არ მქონდეს, ვერ ვაკეთებ. როგორ ვიცი, რამოდენიმე ხო გავაკეთებ და სადღაც ხაიას მიკეთებს რა. აცადე. ჩემი ტესტი ჩავატარო. მანახე. სიბასრეზე ნახოთ, აბა ერთი. ნახე რა კარგია. გინდა მართლა მაგარია, მართლა მაგარია. ნუ გეტყვით ახლა ეს არაფრის მომცემი არ არის, $3 დოლარიანი მეთოდით შეიძლება ეს გალესო, აი ელემენტარული ისე რომ პირი შეიძლება გადახურებული იყოს და უცებ დაიწყოს სრიალი და რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიბასრე აქვს ახლა ამ ეტაპზე. სიბასრის წყალობით ისე ჭრის, დანარჩენი დროში გამოჩნდება, თუმცა მგონია რომ დროშიც არ იქნება ცუდი გალესილი. კიდე ამ დანების ქვედა ჯიმპინგი მომწონს ძალიან, რა რომ ქვედა მხარესაც აქვს ჯიმპინგი, რომ თითი კარგად იყოს დაფიქსირებული. მოკლედ 259 ელი სრული რეკომენდაცია იმ ხალხს, ვისაც ჩემსავით გიყვართ ბევრი ჭრა. ხო, კარგი არის. ეს კაი ფოლადიც იქნება შედარებით? 14 ეურო. სენდვიჩი. კაი, შედარებით კაი ფოლადი რა ხან გინდოდა აბატონო ორიდანა. ამოდაც პოზიციონირებენ. გაჭირე. თუ აღარ გაქვს ფურცლები? ფურცლების მეტი რა. ფურცლების ეხავი ბატონო გიორგი. მოვამზადე. რა ფოლადებს? რო შემოვედი, ჩვენმა კონსულტანტმა გიგიმ მკითხა რომ მეო ინტერნეტშიო რაც მოვიძიეო, ესე ვნახეო რომ ანუ შიგნითო ლამინატის შიგნითო აქვსო ეს 35 ვიენიო და ეს არ არის სწორი. ამაზე მეუნებოდა ხო. არ არის სწორი. სინამდვილეში ეს არის 14 ქრომ კობალტ მოლიბდენო ანადიუმი, რომელიც თავისი თვისებებით არის 35 ვიენის ანალოგი. გავიგე. მაგრამ ნუ არ იტყუებიან და არ აწერენ. არ იტყუებიან და აგებს არ მამაძაღლობენ. ჩვენი კაი ნაცნობებისგან განსხვავებით. ხო და ეს კონკრეტული მოდელი არის ჩვენ ჩრდილოეთ სამეზობლოში ყველაზე გაყიდვადი დანა უკვე 2 წელია. არც ერთი დანა არ იყიდება იმდენი, რამდენიც 255 ელი. ფასი 200. ეს ახლა ცოტა ძვირიანი არის ამ იმით რა, ანუ ჩვეულებრივ ფოლადზე უფრო იაფიანებიც არის რა, ანუ ეს მოდელი რა. ხო, გავიგე. ეს კიდე ძვირიანია, ეს კარბონით არის. კარბონით არის და იცო. გეუბნები, ანუ ბატონო, აი ახლა გავაკეთოთ. გაწიე ხელი აქეთკენ გავაკეთოთ, აბა. არა, კაი ქალხუნი ლესვებით მოდის. ეს ძალიან კაი კარბონი ჩანს, ესეც მიშა. კი, კარბონი ძალიან ლამაზია. მამაძაღლობებზე გამახსენდა. ლარინტომას უყურე რომ დაიცალა ბოლომდე რახან დაიკეტა ბენჩმეიდი. ისა ბენჩმეიდი კი არა და თუი. არა და ძალიან მინდოდა, არ მიყურებია და მომიხარ. ორი სიტყვით მითხარი. რაო, აბა. მაიკ სტიუარტს ბოლომდე შეულაგა. ხო, რა. ადრე აქვს ნათქვამი თურმე იმას რა, მაიქს რომ აი ეს მაგნაკატიო მთლად ისე უჟანგავი არ არისო რა და რაღაცნაირად ამისკენ ისროლა რა და იმისკენ წაკბინა რა და მოკლედ დაიცალა ბოლომდე ლარინტომასი მთელი თავისი მჭერმეტყველებით და ცოდნით და ტერმინოლოგიით და ისე რომ იმის გასაგონად რომ ვერაფერი ვერ გაეგო რო არის იმის ბოლომდე ახსნა თუ რა არის მაგნაკატი როგორ უნდა იჟანგებოდეს როგორ უნდა იჟანგებოდეს და ბოლოს იქამდეც მივიდა რომ ეგო დიდი ალბათობით შეიძლება შენ რო შკურკებსო ზუმფარებსო ეს და იგივეს რო ხმარობდიო ჟანგვად ფოლადზეო და მე ამას ამუშავებდიო კი ბატონო იმას გადატანა მეცნიერულად რომ აი ესეც ნაწილაკები და ზედაპირზე კოროზიებს შეიძლება იყოს ეგ მე სხვაგან ნანახი და ფაქტია რომ ეგ ძალიან მოქმედებს კი რა და მაღალი დონის იმებს ცალცალკე აქვთ კი რა თქმა უნდა ზუმბარები
ხო და კიდე გეომეტრიებსაც გადაწოდა უკვე და DBS რო ქონდა ტესტები ქონდა ხოლმე და რამდენიმე გადატყდომიათ ბარკრივერები. აი მანდ უკვე უკეთესად უნდა წაგეკითხაო ჩემი ციგნიო ბატონო მაიკო მაგაზეც უთხრა. ასე ლარინტომ სხვადასხვა ძალიან ბევრს ვისაც გაინტერესებთ ფოლადები, კიდე ერთხელ ვიმეორებთ, რომ მეც და ბატონი გიორგიც ჯერ ძალიან მადლობელები ვართ ლარინტომასთვის და თქვენს გირჩევთ, რომ თუ ესე ძალიან გაინტერესებთ, ძალიან მაგარი არის, უყურეთ მას, აიკითხეთ მისი ვებსაიტი და ასე შემდეგ. ესე ამერიკაში რო ყოფილიყავი დარწმუნებული ვარ რაღაც დონეზე გადაკვეთა მოხდებოდა ჩვენი წიგნი რო ვკითხულობდი ისეთი ინფორმაციები ქონა შეტანილი ზოგიერთი როგორ ტესტავდა დანეებს ზოგიერთის მეთოდი რო არ მომწეს ყველაფერი შეტანილი ქონდა ხოლმე ისეთი რომ გამჩენია სურვილი რომ თოკებს რო ტესტავდი ადრე 100 რაღაცა დანა გავტესტე ძალიან კაი რაღაცა ისეთი შედეგები მქონდა ხოლმე და წერო მან იმიტომ სადაც ბალიკოებთან და იმასთან აქ ესეთი მეგობრული ურთიერთობა რა თოქს თუ გავჭიმავთ კიდევ თოქს თუ გავჭიმავთ მე სიამოვნებით ხო არა იმიტომ რომ ძალიან ათზივჩი ვიპარებ რა კი თოქს თუ გავჭიმავთ მე შეიძლება შევეხმენოთ კიდევაც ჯერ ახალგაზრდები ვართ წინა გვაქვს აი ბატონო ესე იგი ეს იყო ხო და კარბონი ნუ კარბონის ვერსიაც უფრო ზვირიანი კარბონი ხო იყო კი ბატონო 90 ლარი ცუდი არის ეხლა მინდა ერთი დანა რომელიც მე ვერ გავიგე მე დიდი ხანია უყურებ ერთ დანას მანდა შენ აი მაგ დანაზე ხო ხო და მე ვერ გავიგე ხო და ესეთ დანები საერთოდ რატო კეთდება ბატონო გიორგი აბა ჯო რაღაცნაირად აქედან რომ უყურებდი გამახსენდა ის ცხონებული საწყალი რო პოლიციის კი აქედან ეგრე გამახსენდა რა და ანუ ხო არის რაღაცა კი ბატონო რაღაც ეგრე გამახსენდა სიმართლე გითხრა მე ხელი არ ვიცი იცი რა არის ზოგს სუქნები მოწონს ზოგს განხდრები რა და ეხლა როგორც დანა შენიერი დანა არის დანარჩენი გემოვნების ამბავი არის რაღაც რა ქვია რაღაც სახელი ამას თუ აქვს მეკა კი მეკა ქვია ამას არის რა მეკა ქვია და დეორ ფოლაძე არის სხვებისა ესე იგი ეს არის ძველი მოდელი ეს ძველი მოდელი კი ბატონო ძველი მარაგებიდან არის ეს კი ბატონო აი ხა იგივე გადავდოთ ხო და აი ხა თითქოს ხო არის ესეთი სტილში გადადეგ ეგ ეხლა კაი სამუშაოირიდან ის ვიზუალს თუ კი ბატონო და მინდა რომ ეს დანა კარგად მიმოვიხილო ჯერ ერთი მომეწონა 155 ლარი რო ღირს ის მერე მომეწონა ხმა დაკვირდი ანუ მერე მექანიკა აქვს ძალიან კაი ჯიმპინგი აქაც და აქაც ანუ ძალიან მიყვარს როდესაც აი ესე კარგად შემიძლია რომ გავჭრა და გამავჭრა მერე აი ამ ხელა მონოლაინერი რო აქვს მერე ბატონო გიორგი ესეც არის რა სიტყვა ახლა ვფიქრობდი რომ ძალიან დიდი სუფრა გაგიშლა ჩვენ ოლაითიც გქონდა ხო კი შემდეგ ვიდეოში ოლაითი მე შემდეგზე მოვახვედროთ ხო არ დამითვერი არა მიშა ცალსახად ვერცით მოდელზე ვერ იტყვი ისეც ვერაფერს რომ თან მის უმეტეს ეს ხო ძალიან მასიური წარმოება არის კი ჩვენ შეიძლება რაღაცა შეზღუდული რაოდენობით ჩამოვაქვს 1000 და რაღაც ეგრე მაგრამ ესენი ალბათ კეთდება 1000-ობით რა დრო დადგა 1000-ის ვეძახით შეზღუდულს რა თითო 1000 კი ჩამოვაქვს ზოგი ჩამოვაქვს 30-იც მაგრამ კი ბატონო კაი მე მაქვს მოლოდინი რომ ეს დანები ძალიან პოპულარული უნდა გახდეს მიშა საქართველოში და რავი აქტიურად ალბათ უნდა ვიმუშაოთ მაგაზე რომ ფასები ისეთი აქვს რომ ძალიან კონკურენტუნარიანი სხვა დანებთან შედარებით ერთ მაგალითი მინდა არ ვიტყვი ახლა მე არაფერს მე ერთს მოვიყვარ მარტო ბატონო გიორგი რამოდენიმე დღის წინ ესეთ ამბავს წავაწყდი არ ვიტყვი რომელ ჯგუფში ქართულ ჯგუფში სადაც ერთი ადამიანი ძალიან ნაგლად ცდილობდა პატენტი ზეტეს გაყიდვას ორიგინალად ჩვენთან ხო არ იყო მოკლედ და გარდა იმისა რომ თვითონ ეს ფაქტია ძალიან ცუდი მეორე ფაქტი არის რომ როგორც პატენტის ფასიც რო ავიღოთ პატენტის ფასიც ანუ თავის ფასიც რაც არის ამაზე ოდნავ ძვირი კიდე ამიტომ მე მინდა რომ იმ ხალხს ვინც ზოგადად არ არის დანებით მოწამლული და გათვითცნობიერებული ხო დანებში და უბრალოდ შეიძლება ერთი კარგი დასაკეთე დანა უნდოდეს ვურჩიო ზუსტად რომ რაღაცა ნუაყვებით ხმაურიან ბრენდებს ისე რომ
არ იცოდეთ ნამდვილად არის თუ არა ორიგინალი და აი პატიოსნად ენდეთ ესეთ ბრენდებს რა ეს მარტო არ არის ესე რა რო ვიხსენებ ახლა 6 წლის წინ რაც იყო სიტუაცია არ ვიცი შეიძლება მეჩვენება და უბრალოდ ჩვენს ირგვლივ ჩამოგვცილა ეგეთი ხალხი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ჯგუფებშიც და კოლექციონერებშიც ნამდვილად ეგეთი რაღაცები აღარ ხდება იმდენი აღარ მხდება ეს პატენტებიც აღარ მხდება იმდენი მიშა რომ აღარ არის პოპულარული ხო იმდენი ისინი პოპულარული აღარ გასალესადაც აღარ მოდის იმდენი პატენტი ადრე რო თქვა ძალიან ბევრი მაიკროტეკები იყო ხოლმე არ ვიცი შეიძლება ყიდულობენ კიდევ და ბევრია სავსეა შეიძლება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე აღარ მხდება მეც ძალიან ნაკლებად ხდება ბატონო გიორგი რა არის ესეც გადავდოთ იქითკენ ბატონო გიორგი და ეხლა მინდა წეღან კითხე მაგრამ აგერ გადავდოთ აგერ არის ორი და ვა ჩემი პროფესიული აზრი ესე იგი ეს ერთი აქამდეც გქონდა და მეორე არის ახალი ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან მომწონს ანუ დააკვირდი ორი საერთოდ თავი ბოლო რადიკალურად სხვადასხვა დანებია რომ შეხედო რა ნეკნაიფები კი მაგრამ ბატონო ძალიან მომწონს რა მეტი ვარ შეიძლება ისე მომწონს შენ წაღამ მკითხე რომ შეიძლება თუ არ ამასიარულიო მაგაზე და ეს დიდი გამოდის ხო ეს დიდი მაგაზე აღარ კითხე ამაზე კითხე აგერ ამ საჯაროდაც გაგვეცი პასუხი აბა საჯაროდ ჩემი კაცო ეს ორივე მხრიდან ჯდება თუ არა ეს კაი საჯაროდ ვიტყვი რომ მე რო ექსპერტი ვიყო და მინდოდეს დაწერა რომ ცივი არაღია ძალიან თავისუფლად დავწერდი ისე რომ კანონი არ დამერღვია განაუბრალოდ ვიტყოდი რომ ის არის დანა არის და 4 სანტიმეტრზე ნაკლებია და არ არის უბრალოდ თუ მენდომებოდა რომ ცივი არაღი არის ვიტყოდი რომ ეს არის ზიანის მისაყენებელი ნივთი და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება 1 სანტიმეტრი ქონდეს თქვა ჭრელი მხარე შეიძლება საერთოდ არ ქონდეს უბრალოდ როგორც კასტეტი არის დასარტყმელი პირდაპირ გაგებით კანონში პირდაპირ წერია ისიც რა რომ თუ გამის არის შექმნილი ზიანის მისაყენებელი გამიმძაფრე იმის სურვილი რომ ეს შევიწინო და აგესწრა წაიღო წავიღო არა ეს რომ ჩამომართვან და დამაჯარი მან აუცილებლად ავდგები და მე წავიღებ იმას ფრჩხილს იმიტომ რომ ამას დიდი ფრჩხილები აქვს ჩემ ძალიან ბევრ ნაცნობს კაი წაიღე მაგრამ არაფერს არ შეცვლის მიშა რა ანუ ყოველ შემთხვევაში არა უფრო და უფრო არა იმეს ვიტოვებ რომ მოკლედ მე ამას შევიძენ ну ჯერ სამხარაულში ჯობია მიტანა ჯერ სამხარაულში ჯობია ისედაც რა ვიცი აგერ პოლიციელებო მე ამით რომ ვივლი ასე თუ ისე რავი დამინდეთ ეხა მე ნუ იმას მიზავ სანამ კანონი შეიცვლება პატარა კომპრომისი გავაკეთოთ მიშასთვის აგერ რა სანამ რა ამ პატარა დანით დამრთეთ ნება რომ ვიარო პირობას ვიძლევი დიდდანას არ ჩავიდებ ჯიბეში ეხლა რა შეიძლება სერიოზულად რა ესე იგი რა მოგეწონა ეგრებოდათ რომ ტარება შეგიძლია თუ არა საშუაში ზოგადად ნეკნაიფი მიყვარს და ძალიან მიყვარს დანები რომელსაც შეუძლია პატარა მცირე რაღაცეებით კეთება რა ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ რაღაცა დელიკატურად გავჭრა რაღაცას ავათალო პირი ამისთვის არის იდეალური როგორც ერგონომიულად ასევე ვიზუალურადაც. ну ჭირდება რა დანათან. ჭირდება კაცო და თან კიდე აქსესუარი არის რაც ყველაზე მთავარია ახლა. მე მიყვარს რა ჩამოკიდება რაღაცეების რა ზოგადად რა. ფანარი რო ქონია? ხო და უიდე და ეგ არ ვიცოდი. ფანარი ქონია კიდე. ფანარი ქონია. ამის როგორ შეიძლება ამის დაჯერიმება რა. ფანრიანი აგა. კაი ნეკნაიფები ძალიან კაი ფასებში. რომელი 55 არის ეს ის არის 9. ფანრიანი 4 არის ზვირია. აი მაშინ გადავიდეთ ამეებზე ბატონო გიორგი. აიტა. მაგაზეც იგივეს გეტყვი მიშა. კანო ერთი წამი. აჰა. რას მეტყვი? ანუ ტარების თემაში რა, ამაზე ვერ მეტყვი მაგას ეხა რა, ეს ავერც მომარჯ ვერაფრით ვერ არის, ეს ისა არ არის. ეს არ არის ცივი არახი. ამას მე ვიღებ პასუხისმგებლობას. რო ეს არ არის ცივი არახი? აი მართლა, რავი, არ არის ცივი არახი. არ დაწეს, შანსი არ არის ამაზე. ანუ მე ჩემი პასუხი ეგ არ არის ყოველ შემთხვევაში. ხო, კი ბატონო, რა მე ვიძახი რომ ეს ამაზე დარწმუნებული მე ეგ არ დაწეს გადავლახი კარაქის დანაზე მიშა. გავიგე, მაგრამ ანუ ჩემი ისე ის არის რა, შემოდის ყაჩაღი მიშა. ანუ ჩემს ეგ არის რა და არის კარაქის დანა და ეს. ანუ ხო, ნუ ეს ხო სასახად ეს არის ხელში. ხო, კი ბატონო. კარაქის დანა არ არის ხელში, ასე რომ საზომი კარაქის დანა არის. მოკლედ ისე ძალიან მაგარი აქსესუარია. ამათ ის მოყვება ნეტავი? რა, არ მგონია. ჩამოსაკიდებელი. ძეწვი ვერ გეტყვი. ხო, კი, ძალიან კარგი არის მართლა. ნუ რომც არ მოყვებოდეს ამ ფასად
საოცარი სათამაშო არის და ეს არის რა არის ეს? რა? აი ეს. არაფერი რა ვიცი, რომ ხელი უკეთესად დაიჭირო ალბათ რა. კაი. სათამაშო. კი ბატონო. სათამაშოებიც გვაქვს მოკლედ რა. ეს ფასი მეტია მაგაზე ეს კარბონის თემაში. არა, შისად დევით რა ძალიან ეროტიული ეს რო გაქვს ფასი დადებული ძმაო და არა. ფასიც ეგეთია როგორც დანა. ხო? ზუსტად დაასვი ფასიც. ეხლა ეს კონკრეტული დანა არის ჩვენი პირველი SRM-ია ეს. თუ სანრემო SRM-ი. ეს ჩვენ პირველი SRM-ი რაც ჩამოვიტანეთ არის ეს დანა ძმაო. და ხო და ეხლაც ბევრი ჩამოვიტანეთ მაშინ. იმიტომ რომ ეს არის დანათა დანაა ძმაო. საუკეთესო 70 ლარიანი დანა. არა, ვერ დაგეთანხმები. განზო გამახსენდა ეხლა. განზოს უნდა ჩაკრავთ. აქვს განზოსაც კაი მოდელები. ერთი 60 ლარის ფარგლებში აქვს, ერთი კაი ვირი დანა. მაინც ეს ვერჩიონია იმას. ხო. კაი. თუ განზო ძალიან მიყვარს მე რასისულელი. ესეც საკისრებზეა. კი ბატონო, საკისრებზეა. ხო, არაფერი ცალსახად უმაგრესი და უმაგრესი. გადადე, იგივე ვთქვათ ამაზეც. ეს ხო გახსოვს ბატონო გიორგი? კი, ეგ ეს დანა, ეს არის უკვე ეგ დანა ვერ გაჩუქე, მე შენ უნდა დაგვეხატა ლაზერზე. ორი გამხსნელი, ანუ ფლიპერი, ბატონო და ფრონტ ფლიპერი და ფრეიმ ლოკი. ესეთი კლიპსა და ფასი არის ავიცი რა 115 ლარი, აი მართლა სასაცილოა დღევანდელ გაძლიერებულ სოფლიოში 4 ლარი როგის დიზელი ლიტრა 115 ლარი ძმაო აგარი დანა. ნუ მე მგონი დაწუნებით ვერ დავიწუნეთ ერთ-ერთი მოდელი მიხარ. მე ბოლოში მაქვს თავარი რაღაცები დატოვებული. სულ დავიწუნოთ თუ? არაფერს ვერ დავიწუნებ. კაი. აი ის მიმაჩნია რომ მე მგონი მართლა საუკეთესო დანა ამ ფასად 155 ლარად. მაგრამ ერთი ესეც გქონდა ადრე. კი, რუბიკი, რომელიც არის სრულფასოვანი დანა, აი ძალიან მაგარი დანა არის. ძალიან ეფექტური თეთრი ჯიათით და ძალიან დასტოინი დანა არის რა. აბატონო. და ბოლოსთვის მოიტოვე, იმიტომ რომ აი ბოლოსთვის ესენი მოვიტოვე. ეს ორი მოვიტოვე. ესენი არ ქონდა შემჩნეული ეს წარწერების stay ready for more. და არც ქონდა ძველებს. ეხა დააწერეს. ეხა დააწერეს ბატონო გიორგი. გასაგებია. ეს მე მგონი წინადადთვის რა ბუგაის მახსენებდა თუ რა. კი. კაიზერ ბუგაის. კი ბატონო. რაღაცა მსგავსია. მოგლეთ, ეხლა რატო შევინახე ეს ორი მოდელი რა. ჯერ 125 ლარიან დანას რა კარბონი აქვს პროსტა ნახე რა. კაი კარბონი აქვს მიშა. აი რა მაგარი დანაა რა. რა ქვია ამ სტილს? ბატონო გიორგი, აბა გაიხსენეთ. კზე იწყება. კვაიკენი. ბატონო. ძალიან მომწონს. აი რაღაცნაირად მე ვიზუალურად აი ამ წითელს მომსგავსებ. და მომწონს. კარგი არა, ეხლა ის გამახსენდა რიტის გვაქვს ესა. აკაც კაი მოდელი არის. ბატონო. კარგია. მოთხოვე გავჭრათ ერთი წამი, მაგრამ ამას არ ამგონია ეგეთი ჭრა ქონდეს. რატო არ აგონია? ფორმა ეგეთი აქვს, რომ უნდა გეშველება ის ფორმა. კი, კაც. მოკლედ ეს დავიტოვე ბოლოს და არ ვიცი აგერა ჩემთვის მე ამ დანით როგორ მოვიხიბლე იციგიო? როგორც ჩემ პირველად აი ამით. რაღაცნაირად გავა, სალამანახე. აი ძალიან მოვიხიბლე ის და მოდი აბა ერთ შენ მიმოიხილე და თუ მიხვდები. ერთი ამითი მეც მინდა გაჭრა. კი. ეს ფორმა ისეთი აქვს, რომ დაცერავებული უფრო გეხმარება ჭრაში და ამას უკვე ფორმაც ეგეთი აქვს და კი. კარგია. ბატონო. კაი. მომეცი მაგისი ფასი? ბატონო, ამისი ფასი. 125. ბატონო და აი 95 ლარად ეხა შენ მე რაღაცები დადი და მითხარი ამას დანაჯობია. ძალიან მომწონს. რაღაცას დაუწუნებ. მიდი რა, მე გამომჩა მართლა ხო შეიძლება რა ვიცი. ეგეთი ფლიპერი ამ ბიუჯეტიან დანაზე მე არ მინახია საერთოდ. ნუ კაი, ყველაფერი კარგი აქვს, პირი არ აქვს ცენტრზე. პირი არ აქვს ცენტრზე. პირი არ აქვს ცენტრზე. ხო.
მაგრამ აი არაფერი პრობლემა არ არის. აი ეს ბონკების, ეს ზემოდან ბონკა წვრილი. აი ვიცი, ძალიან მაგარი დანა. ის რა მაგრად ის მიშა. დიახ. დელიკატური დანა არის რა, ესეთი რამე არ მინახავს მარტო ახლა შიროგოროვის მახსენდება ეს პირველი რო ხოლმე ჩასმული. საიდან ჩატენეს. კაი. მოკლედ ძალიან მაგარი დანები არის. ნამდვილად ბატონ გიორგი, ზოგადად ერთი მინუსია გამოფიში გადმოსვლას რა. რაც აქეთ ვიღებთ შენი დანები, აქეთ კი არ მოხვედრილა რა. კარგი და რა წამოვაყოლო? ხო და არა, წამოვაყოლო არა რა, ალბათ ერთი-ორი გადაღება იქაც გადავიღოთ, რომ იქაურ დანებზე ვისაუბროთ. ხო და ბატონ გიორგი ზოგადად ისეთ დანებში ცურავს, რომ მე ჩვენ წყლებში ცოტა უჭირს ხოლმე გადმოსვლა რა, მაგრამ მე როგორც პროლეტარიატის წარმომადგენელი მინდეთ რომ სასწაული დანები გვაქვს მედანეში. კი ბატონო. მოკლედ დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა. კი, გავიგრძელდა სუფრა, მაგრამ ნუ ისა რა უნდა უთხრათ ჩვენ იმეებს, რა ქვია? და კომენტარონ და კომენტარებიდან შემთხვევით ის პრინციპით ამოვაჩევთ. საჩუქრების სიმართლე გითხრა რაღაცა განსაკუთრებული არ იქნება, სიმბოლური იქნება. მე ვფიქრობ, რომ წინა ვიდეოზეც 1-3 საჩუქარი გავათამაშოთ, ამაზეც 3-ს გავათამაშოთ, სიმბოლურები ისე რომ რაღაცა მადლიერების და პატივისცემის ნიშნად. კომენტარებიდან ამოვარჩევთ. დროებით. მადლობა.